ძვირფასებო მოგესალმებით. დღეს მინდა ისევ გესაუბროთ განსხვავებაზე მოძღვარსა და ფსიქოლოგს შორის. მე წლების წინ ჩემს ბლოგზე ჩავწერე უკვე ამ თემასთან დაკავშირებული ვიდეო და დღეს კიდევ მინდა რომ ამაზე ცოტა სხვა კუთხით გესაუბროთ, 2-3 წუთს წაგართმევთ მხოლოდ. მომართვიანობიდან გამომდინარე, მიცით რომ ჩემი არც ერთი ვიდეო ჩემი ფანტაზიებით არ იწერება, არამედ კითხვების, საკითხების და იმ მომართვიანობიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ჩემს ბლოგზე და მადლობა თქვენ ამისთვის. ასეთი უკავშირისთვის. და საჭიროება დავინახე ამ ვიდეოსი, კიდევ გაგრძელება იმ თემისა, რაზეც ვისაუბრეთ. წინა ვიდეოშიც და ზოგადად, როდესაც მე ფსიქოლოგსა და მოძღვარზე ვისაუბრე, აღნიშნე ის ორი გარემოება, რომელიც განასხვავებს ამბობს ერთმანეთისგან. მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ამას გავიხსენებ თქვენთან ერთად და გეტყვით, რომ მოძღვრის, სასულიერო პირის მოძღვრის დანიშნულება ეს არის ქრისტეს მაძიებელი ადამიანის მიღება, აი ძალიან უტრირებულად რო ვთქვათ, ფსიქოლოგისგან განსხვავებით. თორემ მოძღვარს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, საიდუმლოს აღმასრულებელიც არის, ღვთისმსიტყვის ქადაგებელიც არის, სიწმინდის დამარხველიც არის, ექვარისტიის აღმასრულებელი ყველაფერი, მაგრამ ფსიქოლოგთან შედარებით მინდა რომ სხვაობა დაგანახოთ. აღსარების მიღების დროს და გნებავთ სულიერი წინამძღოლობის დროს მოძღვრის დანიშნულება არის ქრისტეს მაძიებელი ადამიანის სწორი მიმართულებით წაყვანა, მისი დახმარება ნებებთან, ცოლებთან ბრძოლაში, მისი ნუგეში საჭიროების ჯამს მასთან ერთად წუხარება, მასთან ერთად სიხარული. ქრისტეს მაძიებელი ადამიანის. და ხშირ შემთხვევაში ბლოგზეც და პირადადაც მომართავენ ხოლმე ადამიანები, ვისაც აქვთ მკვეთრად გამოხატული სოციალური ან ფსიქოლოგიური პრობლემები. აი ესეთებიც არიან, ამის თქმა მინდა, ძალიან ბევრი მადლობა ღმერთს. სწორი, ასე ვთქვათ, კუთხით მომართავს და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მომართავენ, ბევრი მრევლის წევრის გახდა, მაგრამ აი ზოგს უჭირს ხოლმე განსხვავება, ვთქვათ, ამ შემთხვევაში, თავის კონკრეტულ შემთხვევაში, ფსიქოლოგს მიმართავს თუ მოძღვარს. და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თუ კი თქვენ გაქვთ რაიმე, ვთქვათ, მკვეთრად გამოხატული ურთიერთობის პრობლემა რომელიმე ოჯახის წევრთან, თუ კი თქვენ გაქვთ კონფლიქტები, თუ კი თქვენ გაქვთ რაღაცა შიშები, თუ კი გაქვთ აკვიატებები და ზოგადად მოკლედ რო ვთქვათ, თქვენი სასულიერო პირის მისამართით მისვლის მიზეზი არ არის ქრისტე, არამედ არის რაღაცა პირადი პრობლემები, ვთქვათ, იქ მენტალური, ვთქვათ, იქ რაღაც სხვა სახის, უმჯობესი იქნება, რომ მიხვიდეთ ფსიქოლოგთან. და შეიძლება, რა თქმა უნდა, ძალიან ზოგადად მოძღვარიც გირჩევთ და გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქრისტიანული სწავლებით ნებისმიერი, ვთქვათ, შიში, ნებისმიერი რაღაცა შეიძლება არასწორი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხო? საბოლოო ჯამში ცოდვის ბრალია, საბოლოო ჯამში რაღაც, ვთქვათ, რა თქმა უნდა, დაკავშირებული არის ეკლესიურ ცხოვრებასთან, ან მის უქონლობასთან, მაგრამ არის კონკრეტული პრობლემები, რომლებსაც მოძღვარი ვერ მოგიგვარებთ. მოგცემთ რჩევას, მაგრამ ეს არ არის მოძღვრის კომპეტენცია. და აი ხშირად რაღაც მარტოობის განცდები აქვთ, ხშირად რაღაცა შიშები, ფობიები და მოძღვარს ახლა ამ შემთხვევაში მე ყოველთვის ვეუბნები, რომ ეძიეთ ღმერთი. ეძიეთ ღმერთი და თუ ეს თქვენში ღმერთის არ შემოყვანის მიზეზით ხდება, ანუ თუ თქვენ ვერ იპოვეთ თქვენს ცხოვრებაში იესო ქრისტე, თუ ამის გამო ხდება ეს პრობლემები წავა. ზოგს აქვს დეპრესია, იმიტომ რომ მან ვერ იპოვა ღმერთი, ვერ იპოვა მხსნელი. ზოგს აქვს რაღაცა შიშები, რადგანაც რწმენის ნაკლებობა აქვს და ვერ გაძლიერდა და რწმენა აკლია. ზოგს აქვს ურთიერთობის შიში, რადგანაც ვერ დაძლია საკუთარი ამპარტავნება და რაღაცნაირად დამდაბლება ჭირდება. დიახ, სულიერი პრობლემები შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან ხშირად ეს ყველაფერი უფრო ფსიქოსომატურ სურათს გავს და არის ხოლმე რაღაცა ესეთი ზოგადი ფსიქოლოგიური პრობლემები, ფსიქიური არა, ფსიქოლოგიური.
რასაც მოძღვარი ვერ მოგიგვარებთ. რასაც ჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რასაც ჭირდება რაღაც შეიძლება თქვათ სეანსები და ამაში სასირცხო არაფერი არ არის. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ახლა ადამიანი როცა ღმერთს არ ეძებს და ისე მოდის მოძღვართან და მისი მიზანია რომ დაუშვათ რაღაც შიშისგან გათავისუფლდეს, გამოცდილებით მოძღვარს შეუძლია ურჩიოს ესეთი რაღაც და მართლა დაეხმაროს ამ ადამიანს. მაგრამ ეს ადამიანი ეკლესიაში არ დარჩება. რადგან პრობლემას მოიგوارებს და ის თავიდანვე ღმერთის გამო არ მოსულა ეკლესიაში. ესეთი ადამიანი და თუმცა განმეორდები რომ ხშირად ისეც ხდება, რომ რაღაც პრობლემას მოყავართ ღმერთამდე, მაგრამ ძალიან ხშირად ეს ყველაფერი გამოხატული არის, აი ბანალური რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემებით. და უბრალოდ გირჩევთ, რომ ამ შემთხვევაში მიმართოთ ფსიქოლოგს და არა მოძღვარს. მინდა გასაგებად გადმოვიცით ჩემი სათქმელი. დაგვისვით შეკითხვები პირად შეტყობინებაში, მკიდროებით და გემშვიდობებით.